პაატა იმნაძის განცხადებით მუნის შემთხვევების მატება არ შეინიშნება, ყოველწლიურად არის და საპანიკო არაფერია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით. წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც. სპეციალისტების განმარტებით მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება. არა მარტო საქართველოში, არამედ თქვა ევროპის ქვეყნებში რაღაც მოსახლეობის წლის განმავლობაში რაღაც 1%-ს მუნი აღენიშნება ხოლმე. დაახლოებით ასეთივე მონაცემები გვაქვს 1%-ზე ნაკლებია საქართველოში. საპანიკო არაფერი არ არის, იმიტომ რომ მუნი ახლა ყოველთვის არის, ყოველწლიურად არის, არა მარტო როგორც თქვი საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, არაფერი მატება არ შეიმჩნევა დაავადების. მკურნალობა საკმაოდ ადვილია. მალამოებია სპეციალური, რომელიც აფთიაქარმა ან ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი თქვათ ტანსაცმლის, სხვისი თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო ვისაც აქვს თქვათ მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზუსტად იციან ასეთი ფაქტის არსებობის და დაფიქსირების შემთხვევაში თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ისინი მყისიერად მიმართავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური უკვე თავად რეაგირებს კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებით. მოუწოდებთ საზოგადოებას ვიყოთ მშვიდად, არ არსებობს პანიკის საფუძველი